Am თემაზე სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში პირდაპირ ჩართვის დროს ისაუბრა, ის ეხმაურება ქართულ ოცნებაში გამოცხადებულ სამთავრობო ცვლილებებს, ამბობს, რომ ამის ბევრი ახსნა შეიძლება იყოს, თუმცა ერთი რაცაც აჩვენებს ეს ცვლილებები, მისი თქმით არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიაში ახლა საკადრო კრიზისია გამომდინარე იქიდან, რომ ერთი და იგივე ადამიანები იცვლიან თანამდებობებს და ეს გამოცხადებული ცვლილებები, მისი თქმით, ასევე აჩვენებს ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკას, რომ არც ერთი თანამდებობის პირს არ ეგონოს მუდმივ მყოფელად საკუთარი თავი კონკრეტულ პოსტზე, რადგან ასეთი ნდობა არავის გამოუწვევია ბიძინა ივანიშვილისთვის. ის ასევე ამბობს, რომ შესამჩნევია, რომ ბოლო პერიოდში საჯარო და მათ შორის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურობენ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები, ისინი ჩნდებიან კამერებთან ან საუბრობენ საზოგადოებაში აქტუალურ საკითხებზე, რაც მისი თქმით არ არის შემთხვევითი, გამომდინარე იქიდან, რომ ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილი ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რომ პოლიტიკურ პროცესებში მისი ოჯახის წევრებიც ჩართოს. ერთ და იგივე ადამიანებს ატრიალებს ბიძინა ივანიშვილი სხვადასხვა თანამდებობებზე, ხან ვიღაცას ციხეში სვამს, ხან უცვლის თანამდებობას და რეალურად ცენტრში რჩება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და სხვათა შორის ეს პრინციპი, როტაციის პრინციპი, როგორც ასეთი იყო ცნობილი, იყო ერთ-ერთი დამახასიათებელი ასევე სტალინიზმის და სტალინის რეჟიმის. იმისთვის, რომ ის კადრები, რომლებიც ქმნიდნენ მის გუნდს, მათ შორის არავის არ ქონოდა განცდა, რომ იყო აუცილებელი იმ ადგილას, რასაც იკავებდა და შეუცვლადი არავინ არ იყო. დღეს ბიძინა ივანიშვილი მის ირგვლივ მყოფ კადრებიდან პრაქტიკულად არავის არ ენდობა, ვიღაცას იმორჩილებს ბოლომდე, ეს არის კობახიძეს როლი, რომ იყოს სრულიად დამორჩილებული და ასრულებდეს ყველა ბიძინას ნებისმიერ სურვილს. არავინ არ უნდა დაიჯეროს, რომ ის ფული, რაც იშოვა ბიძინას რეჟიმის მეშვეობით, ის ფული მას მაინდამაინც დარჩება. არც პარტია აღარ არსებობს რეალურად როგორც პარტია, არსებობს ადამიანები, რომლებიც არიან შეკრებილნი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და ასრულებენ მის ყოველივე ბრძანებას, იმიტომ რომ არიან მასზე დამოკიდებული რაღაცით, ან თანამდებობით, ან თანამდებობის იმედით, ან ფულით, უკვე იდეოლოგიური ბმა ნაკლებად შეიმჩნევა და დღეს უკვე არის ნიშნები, რომ შეიძლება ეს გადავიდეს რაღაცა ფორმის ოჯახურ ავტოკრატიაში, როცა გამოყავს ბიძინა ივანიშვილს თავისი შვილები წინაპლანზე, თავისი ოჯახი წინაპლანზე. სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა არჩევნებთან დაკავშირებით, ისევ როგორც წინა ჩართვის დროს, ახლაც გაიმეორა მისი პოზიცია, რომ არჩევნები მნიშვნელოვანია, რომ საჭიროა ბრძოლა იმისთვის, რომ ქვეყანაში გაიმართოს სამართლიანი და დემოკრატიული წესებით არჩევნები და რომ ეს არის გზა, რომელიც უნდა გამოიყენოს ოპოზიციამ იმისთვის, რომ ქართული ოცნების დამარცხება შესაძლებელი გახდეს. ის ასევე ეხმაურება პოლიტიკურ პარტიებს შორის ზოგიერთის უკმაყოფილებას, რომ მას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. თუმცა ის ამბობს, რომ მას საბოდიშო არ აქვს, რომ არ გულშემატკივრობდა ქვეყანაში ადგილობრივ არჩევნებს და განმარტავს, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ მაშინ ოპოზიციური ერთიანობა ვერ შედგა. იმისთვის, რომ რეჟიმი შეიცვალოს, ეს გზა, რომელიც არის არჩევნების გზა და მოშორების რეჟიმის, არის სწორი გზა, არის სამართლიანი გზა და არის მშვიდობიანი გზა, სტაბილური გზა. ყველა სხვა გზა, რომელიც შეიძლება არსებობდეს და შეიძლება მოხდეს, არის ის, რაც შეიძლება იყოს რეალურად არასტაბილურობის და ბევრი საფრთხების მომცრელი გზა. რაც არ უნდა კონტროლირებადი იყოს სასამართლო, მედია და ყველა ბერკეტები იყოს ერთ ხელში, რაც იყო რეალურად უნგრეთის მდგომარეობა არჩევნებამდე. თუ საზოგადოება გაერთიანებული არის, თუ ყველა ერთად ერთ მიზნისკენ მოქმედებს ერთ მუჭად,
და არის მზად ამ არჩევნებისთვის, ბრძოლისთვის. ეს არ არის რაღაცა მშვიდობიანი არჩევნები და როგორც იქნება, ისე იქნება. უნდა შეხვიდე ამ ბრძოლაში და გჯეროდეს ამ ბრძოლის, მაშინ არსებობს იმედი და არსებობს გამარჯვება. ის უნდა მოუხადო ბოდიში, თორე სიამოვნებით, რას ნიშნავს ბოდიში ამ შემთხვევაში, ამ ადგილობრივ არჩევნებზე ჩემი პოზიცია იყო ძალიან მარტივი, რომ თუ ამ ადგილობრივ არჩევნებზე იქნებოდა ერთიანობა ყველა პარტიების, რომ ერთიანად შესულიყვნენ ბრძოლით, ასევე ამ არჩევნებზე მეც მათთან ერთად შევიდოდი ამ ბრძოლაში. მაგრამ არა ისე, როგორც ჩატარდა, არ შეიქმნა არანაირი ერთად მსჯელობა და რამოდენიმე პარტიამ გადაწყვიტეს, რომ არა მხოლოდ სხვების მიუხედავად, მაგრამ საზოგადოების მოთხოვნის საწინააღმდეგოდ შესულიყვნენ არჩევნებში. სალომე ზურაბიშვილი ამ პირდაპირ ეთერის დროს ასევე საუბრობს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე. კიდევ ერთხელ აკრიტიკებს ქართულ ოცნებას იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც სახელმწიფო პარტიიდან გამოხატავენ დასავლელი პარტნიორების მიმართ და ამბობს, რომ ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არათუ ის პროცესი, რაც ევროინტეგრაციის პროცესში ელოდება ქვეყანას, არამედ ისიც, რაც უკვე მოპოვებული აქვს კანდიდატის სტატუსის სახით და ამბობს, რომ ამის შესანარჩუნებლად საზოგადოების აქტიურობა არის საჭირო. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ამაზე გასული 2 დღის განმავლობაში ბევრი კითხვა დაისვა, მათ შორის ბევრი ვერსია თუ რამ განაპირობა და რა მოტივაციით მოხდა გადაადგილებები სამთავრობო გუნდში და აქვე დავაანონსებ, რომ რამდენიმე წუთში ირაკლი კობახიძე ერთ-ერთ ღონისძიებაზე გააკეთებს მედიასთან კომენტარს და ბუნებრივია ამ ყველა კითხვას ჩვენ პრემიერ-მინისტრს დავუსვამთ.